რატომ აირჩიეს წარმატებულმა ადამიანებმა ქსელური მარკეტინგი? მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ მარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მქონდა საუბარი ცხნა მნიშვნელოვან მომენტზე, რასაც იძლევა ქსელური მარკეტინგი. დღეს კი მე ვიწყებ ახალი ფორმატით და მოვყვები წარმატებული ადამიანების ისტორიებს ქსელურ მარკეტინგში. დღეს მინდა მოვყვე 3 ადამიანის წარმატების ისტორია, რომლებმაც თქვეს თავიანთი სათქმელი ინდუსტრიაში. პირველი ვიზაც მინდა გესაუბროთ არის ერიკ ვორი, ამ ინდუსტრიაში მსოფლიოში აღიარებული ტრენერი და მენტორი, 3 ათწლეულზე მეტია რაც ამ ბიზნესით არის დაკავებული. ის დაიბადა 1964 წელს მინეაპოლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის გარდასახვისა და წარმატების განსახიერებაა. მისი გზა, რომელიც მოკრძალებულად დაიწყო, მილიონობით ადამიანს შთააგონებს მთელს მსოფლიოში. იმ დროიდან, როცა ახალგაზრდობაში ძლივს უმკლავდებოდა ყოველდღიურ ხარჯებს, იქამდე სანამ ქსელურ მარკეტინგში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება გახდებოდა, ერიკის ისტორია ასახავს მიზანდასახულობის, ხედვისა და სწორი ხელმძღვანელობის ძალას. 23 წლის ასაკში ერიკი გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. კოლეჯის დამთავრებისა და შემაძრწუნებელი რეალობის წინაშე დგომის შემდეგ, მან 18 სხვადასხვა დაბალანაზღაურებადი სამსახური გამოიცვალა, რადგან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებდა მას. ამავდროულად მას ყავდა ახალგაზრდა ოჯახი და მას სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა. ის პერსპექტივას ვერ ხედავდა ტრადიციულ დასაქმების გზაში და სწორედ ამიტომ მეტი იყო საჭირო. ერიკის გადაწყვეტილებამ, რომ დაეწყო ქსელური მარკეტინგის ბიზნესი, ისეთ გზაზე დააყენა, რომ წარმოდგენად შეუძლებელი იყო. ამას შემდეგ მოყვა კარიერა და არა მხოლოდ მისი ბედი შეცვალა ამ ყველაფერმა, არამედ მას შეუცვალა წარმოდგენა წარმატებაზე, ბიზნესსა თუ ლიდერობაზე. ერიკ ვორის კარიერა ქსელურ მარკეტინგში მოკრძალებულად დაიწყო. თითქმის 3 წელიწადნახევარი უშედეგოდ იბრძოლა, მაგრამ მისმა მონდომებამ, ამბიციამ ის გაიყვანა დიდ შედეგებზე. კარიერის განმავლობაში მან საკომისიოების სახით 15 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და 60-ზე მეტ ქვეყანაში 9,5 მილიონზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ქსელი შექმნა. მისი როგორც დისტრიბუტორის წარმატება უდავო იყო, მაგრამ ერიკისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ერიკ ვორმა თავი გამოიჩინა არა მარტო თავისი მიღწევებით, არამედ იმის სურვილითაც, რომ სხვებსაც დახმარებოდა იგივე შექმნაში. მისი ხედვა მხოლოდ პირად ფინანსურ სარგებელს არ მოიცავდა, არამედ მას ჰქონდა სურვილი, რომ გაეძლიერებინა ადამიანები და ეჩვენებინა გზა მეწარმეობისკენ. სწორედ მენტორობის ასეთი სურვილი გახდა მიზეზი, რომ ის გადამდგარიყო დისტრიბუტორის როლიდან და დაეთმო დრო მწვრთნელობასა და ტრენინგებისთვის. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო პიროვნება ქსელურ მარკეტინგში და უამრავ ადამიანს ეხმარება წარმატებული და მდგრადი ბიზნესის შექმნაში. მას აქვს დღეს პლატფორმა Network Marketing Pro.com, რის საშუალებითაც ის და მისი მეუღლე ეხმარებიან უამრავ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ხო, ისე მას YouTube არხიც აქვს 9,5 მილიონიანი გამომწერით, ერიკ ვორით შეგიძლიათ მოძებნოთ. აქვს დაწერილი წიგნი GoPro 7 ნაბიჯი ქსელურ მარკეტინგში პროფესიონალურად გახდომაში, რაც ფართოდ არის მიჩნეული ქსელურ მარკეტინგში წარმატების მიღწევის სახელმძღვანელოდ. ის გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და უამრავ ენაზე ითარგმნა. წიგნების გარდა ერიკმა ინდუსტრიაში კინოს მეშვეობითაც შეიტანა წვლილი. მისი ფილმი მეწარმის აღზევება, უკეთესი გზის ძიება რევოლუციური ნამუშევარია, რომელიც სამუშაოსა და სიმდიდრის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს. ფილმში არიან მოწვეულები მსოფლიო დონის ლიდერები და ექსპერტები და ეს ფილმი გახდა ქსელურ მარკეტინგში დასაქმებისა და რწმენის ჩამოყალიბების ფასდაუდებელი ინსტრუმენტი. ბევრისთვის მეწარმის აღზევება არის ფილმი, რომელიც ქსელური მარკეტინგის როგორც ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის ძალაზე და სერიოზულ პერსპექტივაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებს, რომ ქსელური მარკეტინგი არ არის სრულყოფილი, მას მტკიცედ წამს, რომ ეს არის საშუალო ადამიანისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო მეწარმეობის ფორმა. მისი სწავლებები იმ რწმენაზეა დაფუძნებული, რომ ადამიანს განურჩევა თავისი წარსული გამოცდილებისა, წარმომავლობისა, შეუძლია წარმატების მიღწევა სწორი აზროვნებით, უნარებით და მხარდაჭერით. თავის შრომით ერიკმა არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება შეცვალა, არამედ მილიონობით ადამიანსაც დაეხმარა საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. შემდეგი ვიზაც მინდა გესაუბროთ, ეს არის ჰოლტონ ბაქსი, ქსელური მარკეტინგის ერთ-ერთი ლეგენდა.
მას აქვს 29 წელზე მეტი გამოცდილება და ის ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი დინამიზმით, ინოვაციური აზროვნებით ის სექტორში ლიდერად გამოირჩეოდა. დაიბადა 1972 წელს 26 სექტემბერს ტამპაში, ფლორიდაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰოლტონ ბაქსის ისტორია ბევრისთვის გასაკვირია. მას ინდუსტრიაში პირველ 7 წელიწადი ფაქტობრივად შედეგი არ ჰქონია. მას დასციოდნენ საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები ურჩევდნენ რომ დაეტოვებინა ეს საქმე, მაგრამ ის მაინც არ ნებდებოდა. იგი მუდმივად ეძებდა გზებს, რომ თავისი ეფექტურობა გაეზარდა, კითხულობდა წიგნებს, აკვირდებოდა წარმატებულ ადამიანებს და რაც მთავარია, ყოველდღიურად მოქმედებდა. მისი გარდამტეხი მომენტი დადგა სწორედ მაშინ, როცა ის არა უბრალოდ პროდუქტს ყიდდა, არამედ ხედვას ყიდდა, ცხოვრების სტილს, თავისუფლებას, პერსპექტივას. როდესაც ბაქსი ადრეულ წლებს იხსენებს, ის იხსენებს დედამისს, თუ როგორ შრომობდა დღე და ღამე, რომ ოჯახი ერჩინა და ის უნდა დარჩენილიყო ბაღში, სადაც არ იყო კარგი განათლებისა და ჯანმრთელობის პირობები, მაგრამ ეს იყო რაც იმ დროისთვის დედამისს შეეძლო გაიღო მისთვის. 14 წლის ასაკში ჰოლტონმა წამოიწყო თავისი პირველი საქმე. ის სკოლაში ყიდდა ტკბილეულს და მისი ბიზნესმა ძალიან სწრაფად ზრდა დაიწყო სწორედ მაშინ, როცა მან დაიწყო მასობრივად შეძენა ამ ტკბილეულს და ადამიანებს დაქირავება, რომელიც ამას გავრცელებდა. და ერთ-ერთი ადამიანი ესეთი იყო ერლენ ლირი, რომელიც დღეს არის მისი საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების პარტნიორი. ბაქსმა კოლეჯი მსოფლიოს დაპყრობის სურვილით დაამთავრა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ინჟინრის ხელფასი მის მოლოდინებს არ აკმაყოფილებდა და ეს არ მიიყვანდა ფინანსურ დამოუკიდებლობამ. ასე რომ 27 წლის ასაკში ჰოლტონმა და მისმა მეუღლემ ერლინმა წამოიწყეს კარდების ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი გააკოტრა. ჰოლტონმა იცოდა რაღაც განსხვავებული უნდა გაეკეთებინა, რომ საზოგადოების მიერ გაკვალულ გზაზე სიარულით ის დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდა. სწორედ ასეთ დროს ჰოლტონმა მეგობრისგან შეიტყო ქსელური მარკეტინგის შესახებ და ამ მეთოდით დაიწყო მან მუშაობა. პირველ 7 წლის განმავლობაში ჰოლტონი $500-ზე მეტს ვერ შეულებდა თვეში და მისი ორგანიზაცია 50 ადამიანს ვერ აჭარბებდა. მის გარშემო ყველა, მათ შორის მისი მეუღლეც, კი ეუბნებოდა, რომ ეს იყო დროის ფუჭად კარგვა, მაგრამ ჰოლტონი არ ნებდებოდა. ჰოლტონი დაუღალავად აგრძელებდა სწავლასა და მუშაობას, სანამ თავის მიზანს არ მიაღწევდა. ესწრებოდა ყველა შეხვედრას, რადგან იცოდა მან, რომ ეს სწავლებები რაღაც დიდი საფუძველი იქნებოდა და ასეც მოხდა. ჰოლტონმა ქსელურ მარკეტინგში პირველი გამოცდილება მიიღო კომპანია Amway-ში, საიდანაც მიღებული მთელი ცოდნა გამოიყენა საკუთარი შემოსავლების 10-ჯერ გასამრავლებად და ამას კიდევ და კიდევ იყენებს. თუმცა ეს მისი ისტორიის მხოლოდ დასაწყისი იყო. დღესდღეობით ის 100,000-ზე მეტ ადამიანისგან შემდგარ გუნდებს ხელმძღვანელობს, რომლებსაც $100 მილიონზე მეტი აქვთ გამომუშავება ჯამში. და მისი მოგება ქსელური ბიზნესიდან შეადგენს $70 მილიონზე მეტს. მძიმე შრომის წყალობით ბოლო 10 წლის განმავლობაში მან შექმნა 3 მილიონზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ქსელი, რომელმაც შექმნა $3 მილიარდზე მეტი საქონელბრუნვა და მის კარიერაში ოფიციალურად მას აქვს მენტორობა გაწეული 45-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც დღეს არიან მილიონრები. ჰოლტონმა შექმნა აუდიო სერია სახელწოდებით როგორ ვაქციოთ ქსელური მარკეტინგის ბიზნესი ფულის გენერატორად, რაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი დისტრიბუტორის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. იგი გამოჩნდა ჟურნალ მილიონერის მულტიმილიონერის ნომერში და გახდა პირველი მექსელე, რომელიც გამოქვეყნდა Network Times ყდაზე. ჰოლტონის გაყიდვების ექსპერტიზამ, ბიზნესის ეთიკამ, მაღალმა მორალურმა სტანდარტებმა და ადამიანების სწავლებისა და მოტივაციისადმი გატაცებამ ცხოვრების შეცვლისკენ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ინდუსტრიის ლიდერად, წარმატების მაგალითად და მისაბაძ პიროვნებად აქცია. დღეს ჰოლტონ ბაქსი არის iBoomerang-ის დამფუძნებელი და ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მისი ისტორია გვაჩვენებს, რომ მოთმინება და მუდმივობა ხშირად აჭარბებს ტალანტს და ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს. მესამე ადამიანი, ვიზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის დენიელ ფეიერი.
დღეს ეს პიროვნება არის ქსელურ მარკეტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი მთელი ევროპის მასშტაბით. ის არამხოლოდ მილიონებს გამოიმუშავებს, არამედ სხვებსაც აძლევს საშუალებას, რომ იპოვონ თავიანთი თავი აი ამ საქმეში. ის დაიბადა 1985 წელს 6 აპრილს გერმანიაში. ის იზრდებოდა გერმანიაში, სადაც ქსელური მარკეტინგი ან ბევრისთვის უცნობი ან სკეპტიკურად აღქმული სფერო იყო. მან მრავალი წელი მოანდომა იმის დამტკიცებას, რომ ეს სფერო არის რეალური, მაგრამ მას თავდაპირველად არც შედეგი ჰქონდა და არც მხარდაჭერა, მხოლოდ რწმენა და მიზანი. დანიელი საშუალო კლასის გერმანულ ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები მუდმივად მოუწოდებდნენ მას შრომის მოყვარეობისკენ და ამიტომ, როცა ის სკოლაში კარგ ნიშნებს მიიღებდა ან საოჯახო საქმეში მათ დაეხმარებოდა, ისინი ფულით აჯილდოვებდნენ. ამ ადრეულმა წახალისებებმა ის საკმაოდ ფინანსურად გონიერი გახადა და ჩაუნერგა მას პასუხისმგებლობის გრძნობა, რამაც მომავალში ბიზნესის კეთების უნარი გაამძაფრა. დენიელ ფეიერი ყოველთვის იყო დაინტერესებული ფინანსებით, ამიტომ მან გერმანიაში, ფრანკფურტში ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლაში მიიღო განათლება. ასევე მუშაობდა საბანკო სექტორში ნახევარ განაკვეთზე, რათა მას მიიღო პრაქტიკული ცოდნა და ამან მას მისცა ბიზნესის პრინციპების მყარი საფუძველი. სწავლის დასრულების შემდეგ დენიელმა დაიწყო მუშაობა უძრავი ქონების ინდუსტრიაში და ის იქამდე მუშაობდა, სანამ ქსელურ მარკეტინგთან პირველად ექნებოდა შეხება. იგი ქსელურ მარკეტინგს 17 წლის ასაკში გაეცნო, როდესაც ის სწავლასა და ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს ერთმანეთს უთავსებდა. როდესაც ქსელური მარკეტინგის იდეას გადააწყდა დენიელი, მან იფიქრა, რომ საბოლოოდ იპოვა თავისი ნამდვილი მოწოდება. და ის როდესაც 18 წლის გახდა, შეუერთდა ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ კომპანიას. ის ბუნებრივად კარგი იყო ადამიანების შთაგონებაში, მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარდა თავისი საქმე და ამავდროულად პირველ წარმატებასაც მიაღწია, თითქოს გრძნობდა, რომ რაღაცა აკლდა. კომპანიას არ ჰქონდა ის X ფაქტორი, რასაც დენიელი ეძებდა და მან გააცნობიერა, რომ თავის სრულ პოტენციალს აქ ვერ გამოავლენდა. ამიტომ გადაწყვიტა სხვა კომპანიაში გადასულიყო. დენიელ ფეიერის მოგზაურობა ქსელურ მარკეტინგში 2010 წელს დაიწყო, როდესაც ის შეუერთდა კომპანია Monavis. ეს იყო მისი კარიერის დასაწყისი, როდესაც ის სრულიად ჩაერთო ქსელურ ბიზნესში. დენიელმა გული და სული ჩადო ამ საქმეში და მისმა გამოცდილებამ უძრავ ქონებაში და წინა ქსელურ კომპანიიდან მას აქ ძალიან დიდი შედეგის მიღწევაში დაეხმარა. 2 წელიწადში ის გავიდა $85,000 შემოსავალზე, მაგრამ Monavim არა მხოლოდ მას პროფესიონალური წარმატება მოუტანა, არამედ მას აპოვნინა მეორე ნახევარი, სტეფანია ლოგატო, რომელიც გაიცნო ერთ-ერთ კომპანიის ღონისძიებაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში სიამოვნებით მუშაობდა დენიელი თავის მეუღლესთან ერთად Monavimში და წარმატების ახალ დონეებს აღწევდა. უკვე 2015 წელს კომპანია Monavi შეიერთა საერთაშორისო ამერიკულმა გლობალურმა პროექტმა Genesis Global-მა და აქ გაგრძელდა უკვე მათი მოგზაურობა. დენიელი სწრაფად გახდა Genesis მნიშვნელოვანი ფიგურა. მან დააარსა Unite Global Team-ი. მისი ქსელი Genesis-ში 140 ქვეყანაზე მეტში ვრცელდებოდა და მისი ჯგუფი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ჯგუფი. დენიელის დაუღალავი შრომითა და ეფექტური მენტორობით, გუნდმა 2017 წელს $26 მილიონი გამოიმუშავა. 2020 წლის მაისში მან კომპანიის ისტორია შექმნა. ის Genesis-ში გახდა ყველაზე ახალგაზრდა სამმაგი ბრილიანტი. დენიელ ფეიერის Genesis Global-ში აღზევება დიდწილად მისი ადამიანური ურთიერთობების და ლიდერობის უნარების დამსახურება იყო. 2023 წლის დასაწყისში, როდესაც კომპანია Genesis-ში მოხდა ცვლილებები და კომპანიის მისია აღარ ემთხოვდა დენიელის მისიას, მან გადადგა სტრატეგიული ნაბიჯი და შეუერთდა ამერიკაში დაფუძნებულ კომპანია GFUS, რომელიც ალვითარებს 3 მიმართულებას: მოგზაურობას, ჯანმრთელობას და განათლებას, სადაც მე ახლა ვარ. ამ ცვლილებამ დენიელს ზრდის ახალი პერსპექტივები გაუჩინა. დღეს ის GFUS-ში არის ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანებს შორის. დაახლოებით $560,000 აქვს შემოსავალი თვეში და წლიური მისი შემოსავალი არის $6,720,000. Business for Home-ის მონაცემების მიხედვით, დენიელის წმინდა მოგება შეადგენს $41 მილიონ. დენიელ ფეიერის ქსელურმა მარკეტინგმა არა მხოლოდ პროფესიული
მასიური წარმატება მოუტანა, არამედ მას დიდი გლობალური ასპარეზობის კარიც გაუღო. წლების განმავლობაში ის გახდა მოთხოვნადი სპიკერი ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორც არის ამსტერდამში გამართული ევროპის პირდაპირი გაყიდვების საერთაშორისო კონგრესი და ვირტუალური კონფერენცია, სადაც ის თავის შეხედულებებს აზიარებს ბიზნესის ზრდის, ლიდერობისა და განვითარების კუთხით. მისი მზარდი გავლენა აგრეთვე განაპირობა მედიაში რამდენჯერმე მისმა გამოჩენამ სხვადასხვა გადაცემებში, მაგალითად დილა მშვიდობისა ამერიკა, Access Hollywood-ი, შერი შეფერდი და დილა მშვიდობისა არიზონა, სადაც მოყვა თავისი მოგზაურობის შესახებ ქსელურ მარკეტინგში და შთააგონა მაყურებელი მსოფლიოს მასშტაბით. 2022 წელს დენიელ ფეიერმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი ისტორიის შექმნა, სადაც გულახდილად ისაუბრა მის ადრეულ ცხოვრებაზე, ქსელურ მარკეტინგის ინდუსტრიაში შესვლაზე და აზროვნების ცვლილებაზე, რამაც მას უამრავ დაბრკოლება გადაალახინა. დენიელ ფეიერის ქსელური მარკეტინგის გზა ბავშვობიდან გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებამდე ნამდვილად შთამაგონებელია. მის ისტორია გვაჩვენებს თუ რამდენად შორს შეგვიძლია მიგვიყვანოს დაუღალავმა შრომამ, კაფიო მიზნებმა და არდანებებამ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა საქმეს იწყებ ან რომელ ქვეყანაში იწყებ, მთავარია რწმენა, მიზანდასახულობა, მოქმედება, რამაც ეს ადამიანები წარმატების მწვერვალზე მიიყვანა. დღეს ეს იყო რაც ამ ვიდეოთი მინდოდა მეთქვა, შემდეგ ვიდეოსაც ამ ფორმატით გავაგრძელებ, რადგან მეტი წარმატებული ადამიანი გაგაცნოთ ქსელური მარკეტინგიდან და როგორ მიაღწიეს ამ წარმატებას. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.